გორა ხართ გოგონება, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით გავშალოთ მის მოქმედებაზე. Როგორი მოქმედება იქნება და რამდენად ხარისხიანი იქნება მთავარი ხო ეს არის. და რა თქმა უნდა, სამ გაშას დავიწყებთ ყველაზე უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის, ყველაფრისთვის. Როგორც ყოველთვის მინდა იყოს ყველა ბედნიერი და მოკლედ ყველას გილოცავთ დამდეგ 2025 წელს. ნახოთ ამა, როგორი მოქმედება იქნება ახლა ამ ადამიანს. ჩავიფიქროთ და ინტუიციიდან გამომდინარე, თქმა უნდა მიხვდებით თქვენზე არის თუ არა ეს გაშლა. ჯერ ნახოთ დღევანდელ რეალობაში როგორია მისი მოქმედება. დღევანდელ რეალობაში როგორია მისი მოქმედება. იცი რა არის მოქმედება არის, მაგრამ თავშიკავებული, ზომიერი, ანუ ნახსნით თუ თქვენზე ეს სიტუაცია. რა თქმა უნდა, ხვდები რომ ადამიანს აქვს სურვილი შენთან ურთიერთობის, კეთდება მცირედი. იცი როგორ რაღაცა ამ მოქმედებაში თვითონ არის ძალიან კმაყოფილი. ვერ ვიტყვი რა შენ ძალიან ბოლომდე კმაყოფილი ხარ, ინტერესანტ მაინც მცირედი, იმიტომ რომ ადამიანმა უნდა გააკეთოს ბევრი, ხო? ასე გამოდის, რომ ურთიერთობაშია. და აი აქ თქვენს მოთხოვნებს როგორც ასეთის პიროვნება ვერ აკმაყოფილებს, თუმცა მისი აზრით ეს ყველაფერი დღევანდელ რეალობიდან გამომდინარე საკმაოდ ჰარმონიულია და საკმაოდ მისაღები უნდა იყოს თქვენთვის, მაგრამ ამდენად მისაღებია ეს თქვენთვის, ეს უკვე ცალკე საკითხია. მე ვიტყოდი იმას, რომ აქ არის ემოციური მიჯაჭვულობა. ანუ ნახე, შენ გინდა ადამიანმა პატარა ნაბიჯი გადმოდგას, როგორიც არ უნდა გააკეთოს, გინდა და გესაჭიროება, იმიტომ რომ გაქვს ემოციური მოთხოვნილება მასე და ნუ მოკლედ მოლოდინში ხარ და როდესაც მასთან ხარ, ყველაფერი, თუ ყველაფერი არა, მაინც ესე ვთქვა, ყველაფერი გავიწყდება და ხარ ესე ვთქვა ნეტარებაში. თუ მსგავს სიტუაციაში ხარ და ემოციაში, მაშინ გააგრძელეთ ყურება. მოდი ახლა ჩვენ ვნახოთ. როგორი იქნება მისი მოქმედება? როგორი იქნება მისი მოქმედება? საკმაოდ თავდაჯერებული იქნება მისი მოქმედება, ზუსტად ეცოდინება, რომ თქვენთან ჭირდება ურთიერთობა. ეს არ არის ადამიანი, რომელიც ისე გადმოდგავს ნებისმიერ ნაბიჯს, არ ამის შემოგთავაზებს, რომ მას ეს არ კონდეს გააზრებული, მაგრამ აქ გიყურებს რა როგორ იცი? ანუ მისი მოქმედებიდან გამომდინარე, შენ მაინც ღარ უკმაყოფილო. თითქოს როგორ რაღაცა იცი, ახლა დადგასდეთ ის მომენტი, რომ რაღაცა საგმირო საქრცელი და ნაბიჯი უნდა გააკეთოს, რომ თითქოს შენ გამოხვიდე შენს ემოციურ წნეხიდან, ან ემოციურ, განაწყენებიდან. რატომღაცა განაწყენება ჩანს და არ გკმარა. აი როცა იმალები, როცა განმარტოვებული ხარ და ელოდები თან კი არ მინდა, აი პასიური მოლოდინია, რომ მაგალითად მე უნდა დავინახო და ვიგრძნო თუ რას გააკეთებ შენ. სხვადასხვა გააგრძელეთ ასე, რადგანაც ამ ადამიანს ექნება ზუსტად ეს დიდი ნახტომი, ეს ტრიუმფალური ნახტომი, რომ მე შემიძლია, მე მჭირდება და მე რა თქმა უნდა შენ ასე ვთქვათ ჩამოგიყვან მწვერვალიდან, თითქოს შენ ხარ რაღაცა მწვერვალზე, პირობითად ვიძახი, განმარტოვებით, რომ აღარ გინდა ჩამოსვლა, აღარ გინდა ეს ერთი და იგივე მომენტები და რაღაცნაირად შენი თამაში გაშვებული, სადაც შენ თვითონაც ძალიან კმაყოფილი ხარ. შენ თვითონაც კმაყოფილი ხარ. მოდი ვნახოთ. შეძლებს თუ არა ეს ადამიანი შენი გულის მოგებას ბოლომდე მისი მოქმედებით. სხვათა შორის შეძლებს. და რატო? ნახე, რაც უფრო მეტად გარბი ხარ, თითქოს ამ ადამიანს ეს უნდა, რომ გაიქეცი. რაღაცნაირად რომ მე თვითონაც გამეღვიძოს რაღაც ინსტინქტი, რომ მე მინდა შენსკენ გაქცევ, ანუ გაიქეცი. რაც უფრო მეტად აი რაც შენს სიამტკბილობისკენ გაიქცევი, შენს უფრო სურვილებისკენ გაიქცევი. განმარტოვდები და რაღაც მომენტში დაივიწყებ, რომ თუნდაც მოუწესრიგებელია ურთიერთობა, გამოდის კონტაქტზე, არ გამოდის ხარისხიანია თუ როგორიც არ უნდა იყოს, ხო? აი რაღაცა მოусმინე და შენს მიმართულებისკენ გაიქეცი. აი გააჩერე თითქოს ყველაფერი და ზუსტად მაშინ იქნება, რომ მორბის ადამიანი მართლა და გააკეთებს იმას, როცა მართლა რეალურად ხარ ასეთ ემოციურ მდგომარეობაში, თითქოს სიტუაცია ამას მოითხოვს. უნდა მიაქციო შენს თავს ყურადღება. აქ არის ყველაზე დიდი მინიშნება იქ, რომ შენ შესაძლოა გჭირდება ამ ადამიანიდან მოქმედება, მაგრამ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ შენ გჭირდება შენი საკუთარი თავისკენ მოქმედება და რაღაცნაირად აი შენს ემოციურ მდგომარეობას
და შენს სამყაროს მიაქცია ყურადღება. უნდა მიაქცია ყურადღება. რაღაც მომენტში შეიძლება მოგეჩვენოს, რომ მარტო ხარ, რაღაც მომენტში შეიძლება მოგეჩვენოს, რომ ეს ყველაფერი არ გავსებს, მაგრამ ეს აუცილებელია. მისი მოქმედება ვნახოთ. მისი მოქმედება მინდა ვთქვა, მაინც კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ იქნება უფრო მეტი ენთუზიაზმი. აქ არის ის მომენტი, როცა უკვე მამაკაცმა იცის, რომ აი უნდა მოვხიბლო, უნდა დავაბრუნო, რაღაცა უნდა გავაკეთო. ხოლო იმ შემთხვევაში, როცა შენი საკუთარი თავისკენ გარბიხარ, სხვა შემთხვევაში არა. მაგალითად, თუ ურთიერთობაში ხარ და უბრალოდ როგორი ურთიერთობა, ცოტა მოსაწყენი ურთიერთობა რო არის, ხო? და ელოდები, რომ ამან უნდა გააკეთოს უკვე ეს ყველაფერი, ხო? აი ამ შემთხვევაში მე ვიტყოდი, ეს ადამიანებს არ გააკეთებს. მაგრამ როცა შენ არჩეული გაქვს შენი თავი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ და გარბიხარ, მოგცდოს ეს ადამიანი და ეს არის არაჩვეულებრივი მოქმედება. მე არ ვიცი აქ რა ვითარებაა და საერთოდ როგორ სიტუაციებს ვკითხულობ ახლა, მაგრამ მე ვიტყვი იმას, რომ მაქსიმალური მოთხოვნილებები დაისახეთ. მაქსიმალური მოთხოვნა. თუ გინდა ამ ადამიანთან ურთიერთობა და რა თქმა უნდა, მასაც აქვს ამის სურვილი, ანუ არ მოდუნდე და მაქსიმუმი უნდა მოითხოვო. იმიტომ რომ როგორც კი შენს თავში გექნება მორგებული სიტუაცია და უკმაყოფილების შეგრძნება და რაღაცაზე ნაწილობრივ დაეთანხმები, რაზეც შენ საერთოდ არ აქვს მოთხოვნილება ამის, იცოდეთ, რომ არაფერი აქედან არ გამოვა. მაქსიმალური მოთხოვნა თითქოს დადგა ის დრო, რომ всё, მე მინდა თუნდაც ვიყო პრინცესა, დედოფალი, ესე მინდა. ნუ მოკლედ ერთი სიტყვით ყველაფერი მაქსიმალურად შენ შინაგანს მოусმინე და უნდა იცოდეს ამ ადამიანმა შენი აი კონკრეტული სურვილები, რომ მან კონკრეტული ნაბიჯები გააკეთოს. იმიტომ რომ აქ როგორ მომენტი იცი, მან იცის და უნდა გააკეთოს კი არა, აი კონკრეტიკა უნდა იცოდეს კონკრეტულად რა გააკეთოს. შენი დინებისკენ უნდა წახვიდე. რატო არ დღეს ეს ინფორმაცია არ ვიცი, მაგრამ რაც უბრალოდ შენი დინებისკენ მიდიხარ, აი მართლა გეუბნებით მოგებულში ხართ და თითქოს ეს ის დრო მოვიდა. ის რომ მოვიდა, რომ გაგახსენდეს, რომ სადა ხარ შენ, რა ადგილზე ხარ, ვისთან ხარ და მოკლედ რა სურვილები გაგაჩნია. ეს კი არა, რომ ყველა ვიცით რაღაც დონეზე სურვილები, მასაც ვაცნობიერებთ რა მინდოდა, რა მინდა, მაგრამ პერსონაჟი ყავს ისეთი, რომ არ გამოდის, ხო და ეხლა დადგა ის მომენტი, რომ თუ გინდა ამ პერსონაჟმა გაინძრეს, ცოტა გაანძრიოს თავი, უნდა წახვიდე მართლა შენი სურვილებისკენ და მოკლედ ასეთი ამბები არის. აქ ძალიან მიხარია, მოკლედ ჩემი ეს არჩეულებრივი გაშლა ზოგადი გაშლების მადლით, რა თქმა უნდა. მე ყველას გელოდებით კომენტარებში და დროებით.